მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს თავაზობთ ერთ ამანათს, რა თქმა უნდა, Gearbest-დან. ამანათი როგორც ხედავთ, აი ესე გამოიყურება ვიზუალურად, არაფერი განსხვავებული. მოდიოდა რა თქმა უნდა დარეგისტრირებული პოსტით, ნიდერლანდების პოსტით. ტრეკ ნომერიც აი ამ ადგილას არის. წონას რაც შეეხება, წონა არის 553 გრამი. ასევე ეს ამანათი სახში არ მოუტანიათ, რადგან წონა 500 გრამზე მეტი იყო, შესაბამისად პოსტაში მივაკითხე ამ ამანათს, რაც შეეხება პერიოდს, რა დროს ჩამოვიდა, გამოგზავნის დღიდან დაჭირდა დაახლოებით 14 დღე საქართველომდე. მოდით გავხსნათ თვითონ ამანათი და ვნახოთ რა არის შემცველობაში. ის ასე. შეგვიძლია უკვე დანაც გადავდოთ, ამოვიღოთ ნივთები. აი ეს ორი ნივთი, ჯერ პირველ რიგში ეს ორი ნივთი. როგორც წინა ვიდეოებში ნახეთ, Xiaomi-ის სამაჯური გამოვიწერე, რომელიც საკმაოდ საინტერესო სამაჯურია. ასე რომ თუ ლაიქები იქნება იმ ვიდეოზე, სადაც პირველად ამოვიღე ამანათში, იმ შემთხვევაში განვიხილავ, ანუ ცალკე ვიდეოს გადავიღებ, სადაც იქნება ამ სამაჯურის განხილვა. ასე რომ მიაქტიურეთ, ლაიქები არ დაგავიწყდეთ, როგორც ამ ვიდეოზე, ასევე იმ პირველ ვიდეოზე, წინა ვიდეოზე, რომლის მულიც იქნება აი ამ ადგილას. როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება ქარხნული შეფუთვაში, ეგრეთ წოდებული სკოტჩი აქვს გადაკრული. აი ესე გამოიყურება, ამაზე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. თუ გაქვთ კითხვები კონკრეტულად ამ თვითზე, დაწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ Facebook გვერდზე, რომლის მულიც არის აი აქ აღწერაში, შეგვიძლია ეს გადავდოთ. შემდეგი ნივთები არის მეგობრებო აი ესენი. მოდით ყველა ამოვაწყოთ, რადგან თითქმის ყველა ერთი და იგივე ტიპისაა. ეს ფურცელი ჩემი მონაცემებით, მაგრამ არ გვჭირდება. და მეტი არაფერი არ არის, ბოლოს ამ ნივთს ბოლოს გამიხილავ. მოკლედ მეგობრებო, აქ არის ბევრი სპინერი. არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ პირველი შეხედვით ძალიან მომწონს, რადგან კარგ შეფუთვაშია, აშკარად. ანუ როგორც ხედავთ, აი მაგალითად ერთ-ერთი ავიღოთ, აი ეს ავიღოთ. აი ესე გამოიყურება შეფუთვა. ფოკუსს გავასწორებ. აი ესე გამოიყურება შეფუთვა, რაც სასიამოვნოა, მე ეჭვება გზაში რამე მოსვლა და შეგვიძლია გავხსნათ. ამოვიღოთ. აი ესე დარბილებაში არის ჩადებული ყველა სპინერი და ეს არის მეგობრებო პირველი შეხედვა. მოდით უფრო კარგად შევხედავ როგორი სპინერია. ეს არის მეგობრებო ალუმინისგან დამზადებული, ამ შემთხვევაში ოქროსფერი სპინერი. მაგრამ რატომღაც ეს უფრო მალე ჩერდება წინა მორბედთან შედარებით. ალბათ წინა ვიდეოში ნახეთ, რომ ბეტმენის ფორმის იყო, შეიძლება გასაზეთია. არ ვიცი, აი აქ ცოტა ლუფტიც აქვს თითქოს, მაგრამ შეიძლება ესეთიც უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ არა, აი ამ პოზიციაში უფრო ჩქარა ტრიალებს, ალბათ ხედავთ, აი თუ აი ამ პოზიციაში დავატრიალებ, მალე ჩერდება, მაგრამ აი ამ პოზიციაში თუ დავატრიალებ, ალბათ ხედავთ შედარებით მეთხანს მოძრაობს. არა გაცილებით დიდი ხანი მოძრაობს. დიახ. მოდი რაც შეეხება თვითონ ვიზუალურად დავათვალიეროთ. თითქოს არის მთლიანი აი ეს ნაწილი, ანუ ეს მთლიანი ერთი მეტალია, აი ეს მთლიანი ერთი მონოლითია, ხოლო აი ეს არის მოძრავი, ანუ ეს არის მხოლოდ მოძრავი, დანარჩენი ეს დაკრული არ ჩანს. თუ არ ვცდები, დიახ, დაკრული არ არის. ანუ ეს არის მთლიანი ერთიანი მონოლითი კონსტრუქცია, აი ეს დეტალები, ეს ჩარჩოც, ერთადერთი არის მოძრავი აი აქ, ეს ადგილი, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო ხელისათვის, ანუ ადვილად
კარგად ჩდება ხელში. დასაჭერად არც თუ ისე დიდია ის სპინერი, აი ესე გამოიყურება და აი ამ პოზიციაში უფრო მეთხას ბრუნავს, როგორც გავიგე. აი ესე გამოიყურება კონკრეტულად ეს სფერი, შეგვიძლია ეს დროებით გადავდოთ და ამოვიღოთ დანარჩენი ფერებიც. აქ უნდა იყოს შავი ფერის და ასევე თვალწები ვერცხლისფერი. კი მეგობრებო, აი ეს ესე გამოიყურება შავი ფერის, იგივე კონსტრუქცია, მაგრამ ეს უფრო სასიამოვნოა ჩემის აზრით, იმიტომ რომ აი ხედავთ ალბათ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უფრო მეთხას ბრუნავს. თან როგორც ხედავთ, ლუფტი საერთოდ არ აქვს, აი ამას ამ კონკრეტულს ლუფტი აქვს, როგორც ხედავთ, აი ალბათ კარგად ჩანს, ხოლო აი ამას საერთოდ არ აქვს ფაქტიურად. ესეც ისევ მთლიანი კონსტრუქცია ძირითადად არის მონოლითური კონსტრუქცია და ესეც სტანდარტულად ეს ადგილი არის მოძრავი. და საკმაოდ კარგი ხარისხისა მე მომწონს, ისევ ერთხელ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ცუდს ნამდვილად, მე როგორც ვიცი ესეთები ძალიან ძვირი ღირს საქართველოში, დაახლოებით 30 ლარზე ზევით, ასე რომ თუ გაინტერესებთ კონკრეტული ამის შეძენა, ბმული იქნება აღწერაში ჩემი ონლაინ მაღაზიის და იქვე შეგიძლიათ ნახოთ ფასები. ესეც გადავდოთ და გავხსნათ მესამე ფერი. მესამე ფერი უნდა იყოს ვერცხლისფერი, ალუმინისფერი. აი ესე გამოიყურება მეგობრებო. აი როგორც ხედავთ 3D ჩარხით არის სავარაუდოდ აი ეთყობანა კვალებიც, მაგრამ კონსტრუქციაში თვითონ ცუდი ხარისხი არა. აი ეს ორი ვარიანტი, როგორც ხვდები, შავი ფერის სავარაუდოდ არის შეღებილი, აი ეს ვარიანტი სავარაუდოდ არის გაღებილი, ანუ როგორც ვუყურებ. ასევე პრინციპში სავარაუდოდ გაღებილია. ეს შეიძლება სხვა მასალა იყოს, არ არის გამორიცხული, მაგრამ შეიძლება ესეც გაღებილია, მაგრამ ეს არ არის საერთოდ გაღებილი. ეს არის მეგობრებო ერთი მთლიანი ალუმინის დეტალისგან დამზადებული, რომელსაც აი აქ აქვს მოძრავი ადგილი. აი ესე გამოიყურება. ნუ არ არის ძალიან მძიმე, აქ უბრალოდ აქვს რაღაც ჭრილები, არ ვიცი რა შეიძლება გამოგადგეთ, უბრალოდ შეიძლება ვიზუალური გაფორმება. აი ეს ადგილები ძირითადად არის იმისათვის, რომ სიმძიმეებისათვის არის ორივე მხარე, რადგან სტაბილურად იმოძრავოს სპინერმა. ეს დანარჩენებიც იგივეა, მეგობრებო. აქ არის ოქროსფერი, აქ არის ვერცხლისფერი, აქ არის ოქროსფერი სპინერი, ასე რომ ამოღებას აზრი არ აქვს, რადგან ერთი და იგივეებია. მე შემიძლია ახლოდან გაჩვენოთ ეს სამივე და თქვენ თვითონ გაასაჯოთ, რომელია თქვენთვის სასურველი. ჩემის აზრით ყველაზე კარგი არის შავი ფერის ვარიანტი. მე მაგალითად ეს მომეწონა, რატომღაც ფერიდან გამომდინარე. და ნებისმიერი უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რომლის შეძენა გსურთ. კონსტრუქციაში არანაირი სხვაობა არ არის, ერთი და იგივეა, უბრალოდ სხვადასხვა ფერია, აი ესე, როგორც ხედავთ. ასე რომ თუ გაქვთ სურვილი შეძენის, ამ სამივე ფერის ბმულები იქნება აღწერაში. მოდით ეს ნივთები გადავდოთ და გადავიდეთ ბოლო ნივთზე. ხოლო შემდეგი ნივთი მეგობრებო მონათში არის აი ეს. ალბათ უკვე გეცნობათ ფორმიდან, ჩემს არხზე მსგავსი ნივთი უკვე იყო, ორი ნივთი უფრო სწორად. ესეც ისევ ფირმის წარმოებული ნივთია, ოღონდ სხვა ტიპის კონსტრუქტორია. ყუთს თუ შეხედავთ, აი ესეთი ფორმა არის ყუთი, სტანდარტული შეფუთვა. სხვადასხვა ზომებია ყუთის, ამ ნივთიდან გამომდინარე, აი ამას როგორც ხედავთ, აქვს 390 ნაწილისგან შედგება ეს კონსტრუქტორი. ეს მოგაგონებთ ალბათ ლეგოს, თითქმის ლეგოს კონსტრუქციისაა, უბრალოდ ძალიან პატარა დეტალებია. ბავშვებზე ესეთ ტიპის ნივთების მიცემა არ არის რეკომენდირებული, რადგან
როგორც მოგახსენეთ, ძალიან პატარა ნივთები, ამას აუცილებლად ვნახავთ. ესე გამოიყურება შეფუთვა, როგორც ხედავთ, ეს არის Star Wars-ის ერთ-ერთი ხაზი. შეგვიძლია ესე გავხსნათ და ვნახოთ რა მოყვება კომპლექტში. ეს მოყვება პირველ რიგში დაფას, რაზეც უნდა ავაწყოთ კონსტრუქტორი. ესე გამოიყურება საკმაოდ ხარისხიანი, არ არის ძალიან ცუდი ხარისხის, კარგი ხარისხისა. მე მაგალითად ეს კონსტრუქტორი ძალიან მომეწონა. წინა ვიდეოებში ალბათ ნახეთ ბანანის და ლუიჯის კონსტრუქტორი, რომელიც ძალიან კარგი აღმოჩნდა, ძალიან საინტერესო პროცესი იყო აწყობის, მაგრამ მთავარი არის ჩემის აზრით ინსტრუქცია, რადგან ინსტრუქციის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია ამის აწყობა. ეს როგორც ხედავთ კონსტრუქტორი აი ესე გამოიყურება. ესე შემიძლია გაჩვენოთ მთლიან კადრში, ფოკუსს გავასწორებ. აი აქ ჩანს თუ რა ტიპის დეტალები მოყვება. ეს არის აწყობის პროცესი. აი ესე გამოიყურება. წინა ორ ნივთში, ანუ ესეთ კონსტრუქტორში არც ერთი დეტალი არ აკლდა, მაგალითად ბანანში ფაქტიურად ერთი ცალი ნაწილიც არ დამრჩენია, ყველა გამოვიყენე, მაგრამ ლუიჯის შემთხვევაში დამრჩა საკმაოდ ბევრი ნაწილი, მაგრამ საჭირო არ იყო, ალბათ სათადარიგოა, შეიძლება არ არის გამორიცხული აქაც იყოს, აი როგორც ხედავთ, დეტალურად არის ახსნილი ნაბიჯ-ნაბიჯ, რაც სასიამოვნოა. ესე გამოიყურება და ბოლოს ვიღებთ აი ასეთ შედეგს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ზომის ვერ იქნება, შესაბამისად ეს არ არის გათვლილი კიდევ ერთხელ გიმეორებთ ბავშვებისათვის. აი ესე გამოიყურება შეფუთვა, მე მგონია გახსნას აზრი არ აქვს. ჩვეულებრივი კონსტრუქტორია, შეგიძლიათ ესეთი ნივთი თავისუფლად შეიძინოთ, ძვირი არ ღირს. როგორც მე მაგალითად გიარბეს ვყიდულობ, ეს კონკრეტული ღირდა $4, $5 ზუსტად არ მახსოვს. მული იქნება აღწერაში კონკრეტულად ამ ნივთის, ასევე სხვა ნივთებისაც, რომელიც არის ამ ფირმის წარმოებული. მე მეგობრებო შენაძენით კმაყოფილი ვარ, როგორც სპინერებით, ასევე აი ამ ნივთით და ასევე სამაჯურებით, ასე რომ თუ გაინტერესებთ ეს ყველა ნივთი და გსურთ შეძენა, მულები იქნება აღწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ, შეიძინოთ. მეტი რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო, აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გამოიწერეთ ჩვენი Facebook გვერდი. დღეისთვის სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ გიყურებთ, კარგად სანდებოდეთ.